გამარჯობა, ეხლა არის დილის 7 საათი და მივდივართ ერევანში და რატომ უნდა წახვიდე ერევანში დილის 7 საათზე ოჯახთან ერთად, მაგას განახეთ. ხვალ 3 სექტემბერს ჩემი შვილი ხდება 2 წლის. ჩვენი ოჯახი აპირებს ძალიან ბევრ მოგზაურობას მანქანით. ნებისმიერ კონტინენტზე, ევროპა იქნება აზია თუ რა ვიცი, სადაც შევძლებთ მოკლედ მანქანით. ვაპირებთ წასვლას და ეს არის სატესტო რეჟიმი ჩემი შვილის გამოცდა. თუ კარგად მოიქცევა და ყველაფერს ჩააბარებს, შემდეგ წელს იქნება უკვე სხვა ქვეყანა. I will tread down the lonesome track, set my eyes on the wild and won't look back. I will follow where my heart reacts, venture out to the great. ჩემი შვილის პირველი გადმოკვეთა იყო საზღვრის. როგორი გრძნობა მამა? თქვი მამა, მაგარი თქვი. თქვი მაგარი. ხო, ეხლა გადავდივართ სომხეთში. და ნახოთ, იქაც შეიძლება ყველაფერი მარტივად იყოს, როგორც აქ. ხო მამა? თქვი? კი. კი. ყველაფერი გავიარეთ მშვიდობით და ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე სომხეთში ვართ, ხო მამა? კი, თქვი? კი. შემდეგ ვიდეოში უკვე არასაც ვათქმევინებ, ანუ ჯერჯერობით კიებზე ვართ მარტო, ხო? არა. აი, მოკლედ, დაგიბრუნდებით. როგორც იქნა ჩამოვედით მეგობრებო ერევანში და განახეთ რა საყვარელი ოთახი გვაქვს. ყველაზე მაგარი კიდე ის არის, რომ მანქანა ეგრევე ოთახის წინ მიყენია. ხო, ამას აქვს თავის აკვაპარკი. ძალიან ლამაზი სივრცეები. ყველაფერს განახებთ. ოთახიდან გასართობ სივრცემდე მანძილი 100-150 მეტრია. ამით ძალიან კარგი დაგვხვდა. პირველ რიგში წავედით რესტორანში, რომ მესადილა და რესტორნის შემდეგ აუზისკენ გავემართეთ. როგორც იქნა ჭამა გვეღირსება მამა? ხო გვეღირსება, გშია? ან ძალიან შია და ჩემშვილს. აი ნამ სიზახის 1-3 საათია უკვე. ხო მე ძალიან შია, არაფერი მიჭამია, ეხლა არის 2 საათი დილის 7-ზე ავდივით და ძალიან გშია მოკლედ. მამა დაუძახე ნამ-ნამს მიდი ხმამაღლა. შევჭამთ და აკვაპარკიდან დაგიბრუნდებით. დამშვიდობა. კარგად. ესეც ჩვენი აკვაპარკი, მამა მოგწონს? კი, აბა მაგარია. კაი. არა ბობს, არაფერს, მაგრამ აშკარად მოწონს. დააფიქსირე, მამა როგორია? თავიდეთ წყალში?
აკვაპარკში არის გასართობები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. არის შიდა და გარე სივრცეები. ჩვენ ძირითადად შიდა სივრცის ვსარგებლობთ, რადგან წყალი მხოლოდ შიდა სივრცეში ტბებოდა და თომასი იქ უფრო მეტად ერთვებოდა. ცოტა დავისვენეთ ახლა და გავალთ ცენტრისკენ, მაგრამ მანქანით არ გავდივართ. თორე ძალიან დიდი საცობებია და ტაქსით გავალთ. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი ტაქსს. ძალიან მალე მოვიდა, უბრალოდ ვერ ყვავილობდით ერთმანეთს და ანუ არც რუსული ცოდა, მან არც ინგლისური. და მოკლედ აი დავიტანჯეთ. ვერც გავაგებინეთ ერთმანეთს ვერაფერი სომხური მიაქვს. ახლა მოვიდა რა საუბარი, მივდივართ. ტაქსი შორს არ არის ძალიან ძვირი, ნორმალური ფასებია ძალიან. და ნახოთ ცენტრში რა დაგხვდება. მე მგონია ეს ადგილი ერთ-ერთი გამორჩეულია კიდე ერევანში. ანუ რაც მე ვიცი, ბევრი რამე არ ვიცი, იმიტომ რომ ერთხელ ვარ მარტო ნამყოფი და მაშინ ბიჭებთან ერთად ვიყავი და ძირითადად არარატის გასინჯვას მოვუნდით მთელი ის 2 დღე და ამიტომ დღეს მინდა რომ საფუძვლიანად დავათვალიერო მთელი ერევანი. ეს ერთ-ერთი ადგილი მახსოვს, იმიტომ რომ აქ ვიყავით პახმელიაზე, ხო და რა ვიცი, თქვენ შეაფასეთ, მე მგონი ძალიან ლამაზია. Ani რა არის შენი პირველი შტაბეჭდილება ერევანზე? ჯერ ბევრი რამე არ გაქვს ნახი, ანუ რაც მე მაგ დაჟეშიც არ გაქვს ნახი და ხო, ეხლა დავიწყეთ პრინციპში ნახვა რაღაცების, მომწონს რაღაცით თბილის ვამსგავსებ. ხო, ეხლა ვიმყოფებით ცენტრალურ მოედანზე, სადაც ყველანაირი ღონისძიება იმართება ხოლმე, ზოგადად ახალი წლის ღონისძიება იქნება ეს თუ რაიმე აქცია, ყველაფერი აქ იმართება. ისტორიული ადგილია ესე რომ ვთქვა და ძალიან ლამაზი. მამა, შენ მოგწონს ალბათ ადგილი უფრო არა, უფრო წვენი. მითხარი, მოგწონს? მაგარია? მაგარია წვენი? ხელით მანახე რომ მაგარია. ეს არის North Avenue ერევანში, ყველაზე ცნობილი და გლამურული ქუჩა, სავსე კაფეებით, რესტორნებით და ბრენდული მაღაზიებით. აქ ყოველთვის ხალხმრავლობა და სიცოცხლე ჩქეფს. როგორც ერევანს შეეფერება, სუშის დავაგემოვნებთ და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. მოკლედ რაღაცნაირად ჩავამთავრეთ დღევანდელი დღე. ეხლა ტაქსს ველოდებით უკვე სასტუმროში ვაპირებთ ასვლას. და ხვალ უკვე არის თომასის დაბადების დღე, რომელიც 2 წლის ხდება და ხვალ უფრო ბევრ რამეს ვფიქრობთ ამ ქალაქის შესახებ, იმიტომ რომ დღეს ძალიან დაღლილები გავიჩნდეთ მართლა. კარგად. დაიმშვიდობე, კარგად. იდეალური დღე გათენდა 3 სექტემბერი. დღეს ჩემი ბავშვის დაბადების დღეა. და ჩვენს ოთახთან აქვს პატარა ფოტოსესია. ისეთი ამინდია. ისეთი ლამაზი გარემო.
მიდი мама. The sunset rays dripping orange with ease. It's a West Coast anthem, living free like the seas. და რისთვისაც ჩამოვედით რეალურად სიმართლეობითაც არის ეს კაფე. იმიტომ რომ რაღაც სურათებში ვნახე და ძალიან მომეწონა და მინდოდა რომ ჩემი შვილის იუბილე აქ აღმენიშნა 2 წლის რო გახდებოდა. წამო მან შევიდეთ ნახოთ. მორჩით დაბადების დღის აღნიშვნას. აი ულამაზესი გარემოა მართლა, ამის გამო ღირდა ჩამოსვლა რა აქ. მაგრამ ერთადერთი ის არის რომ გაითვალისწინეთ, ცოტა ბევრი ფული უნდა წამოიღოთ. არც ისე სიაფია, ხო მომა? ეს არის კასკადი, ერევნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა. უზარმაზარი ტერასებით, შადრევნებით და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით. თითოეული საფეხურიდან ქალაქის სულ სხვა კუთხით იშლება. ხოლო ზემოდან ერევნის ყველაზე ლამაზი ხედი გელოდებათ, მთებით გარშემო. ეს ადგილი ერთდროულადაა კულტურა და არქიტექტურა. ნაგებობა ღამით კიდევ უფრო ლამაზი და შთამბეჭდავია. ხო, ეხლა მოვედით ზოოპარკში. თომას ძალიან უყვარს ცხოველები და ვნახოთ შიგნით რა დაგვხდება. თან ჩემი შვილი ნებისმიერი ცხოველის პაროდიას აკეთებს. აი მაგალითად ეხლავე განახებთ. მამა, როგორ შვება დაუშვათ ლომი. შემოვედით ძალიან მარტივად, არანაირი პრობლემა არაა ბარათით გადახდაზე. გადავიხადეთ 2500 დრამი, რაც არის ქართულ ხუთზე დაახლოებით 14-15 ლარი, 2 წლამდე ბავშვი არის უფასო. და ძალიან საინტერესო რაღაც მოყვება ამ ყველაფერს. როგორც ჩვენთან კონტაქტური ზოოპარკია, გაქვს რამოდენიმე ცხოველთან უფლება რომ აჭამო და ესეთი რაღაცა ამაში გადავიხადეთ დაახლოებით 3 ლარ ნახევარი და ბევრი რაღაცა სტაფილო, ვაშლი და რაღაცები მოკლედ და ჩემს შვილს ძალიან უყვარს ეგეთი რაღაცა. ეხლა წავიდეთ და ვაჭამოთ. წეგა რო გეუბნებოდით მოკლედ ჩემი შვილი ყველა ცხოველის პაროდიას აკეთებს, აი ერთ-ერთი. მამა, მაიმუნი როგორ შვება?
the day we arrive on the planet and blinking step into the sun. There's more to see than can ever be seen, more to do than can ever be done. There's far too much to take in here, more to find than can ever be found. But the sun rolling high through the sapphire sky keeps great and small on the endless round. It's the circle of life, and it moves us all through despair and hope, through faith and love, till we find our place on the path unwinding in the circle of life. და მეგობრებო, დადგა ის სანატრელი მომენტი, რისთვისაც მოვედით და ჩემს შვილს ყველაზე მეტად რაც აინტერესებდა და ეს არის ლომი, რომელიც ცოცხალმკვდარია, არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი. ანუ 1 საათია ეს ეწევს უკვე. მამა, ლომი როგორ აკეთებს თან შემოგთავაზე სანამ ადგება. როგორ აკეთებს ლომი? ხოჭი. ანუ ხალხი ესურის უკვე რაღაცებს უსტვენს. აზრი არა ახტო. დასრულდა ჩვენი ზოოპარკის ტური და მოკლედ ხალხო თუ ძალიან დაღლაგინდათ და არიცით სად დაიღალოთ და აღმართებზე სიარული ირჩევთ აქ მოხვიდეთ. შერასიტყვი. გეცახმები აბსოლუტურად. ძალიან გავნადგურდით მართლა. სულ აღმართზე დადიხარ და იქ ნახულობ ცხოველებს და აღარ გინდათ ძმაო, თავიდან დასაწყისში რაც გითხარით რომ მოდით თქო აღარ მოხვიდეთ. Tap tap tap. სასტუმროს ტერიტორიაზე დასაშვებია ბავშვების საჭესთან ჭდომა, მაგის გამო არ დავისჩებით, იმედია. მამა, ანახე, როგორ გიხარია, მიდი. ანუ აი ესე უხარია საჭესთან ჭდომა და რანაირად არ დავსვა ხოლმე. ერთხელაც მამა? მივაწინეთ ბავშვი და გამოვედით რომ ორი სიტყვა გითხრათ, ვინც აპირებთ ოჯახთან ერთად და ბავშვთან ერთად ჩამოსვლას ერევანში, გაგიზიაროთ, რა ვნახეთ, რა გადაგხვდა, რა ფასებია ზოგადად და როგორ შეგიძლიათ გაატაროთ დრო. ნახოს რა, იქ ბევრი ხალხი ერთად თუნდაც და რაღაცა რა. خیلی داغونه بابا اصلا راحت میشه همیشه
მოგესალმებით სევანის ტბიდან, ისე არჩაიული და უბრალოდ ჩვენი თავგადასავალი, რომ ეს სილამაზე არ გვენახა. გუშინ რთული ღამე გქონდა, რადგან ვერ ჩავწერეთ ვერაფერი თითქმის, იმიტომ რომ ვიღაც მთვრალი ტიპები ხან იქით გაგვივლდნენ, ხან აქეთ ხოდა. მოკლედ დღეს უფრო გეტყვით რა. გუშინ რაღაცები გითხარით რესტორნებზე, სასტუმროებზე და დღეს გეტყვით, რომ ესეც აუცილებლად უნდა ნახოთ, ასევე უნდა გაისეირნოთ გემით, ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. და მინდა რომ აი ჩემო ცოლმაც შეაფასოს როგორ მოგეწონა ეროვნული თავგადასავალი. ძალიან კარგი იყო ყველაფერი. განსაკუთრებით რესტორნები მომეწონა და კერძები. და აი ახლა სევანის ტბაზე ვარ და ძალიან ლამაზია, მართლა ღირს რომ მოხვიდეთ და ნახოთ. მამა, შენ რა სიტყვი? მოკლედ გემშვიდობებით ცოტა ხნით, რაღაცების გაზიარებას კიდევ ვაპირებ თქვენთვის და თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა დაალაიქოთ. დროებით კარგად.